ირანის რეჟიმის ლიდერები პანიკაში არიან, რადგან ახლა მუქარა პირად ხასიათს იღებს. ამ სამშაბათს 2026 წლის 19 მაისს თეირანის ხელმძღვანელობა აღარ შიშობს მხოლოდ რადარის, სამხედრო ბაზის ან ბირთვული ობიექტის დაბომბვას. თავარი შიშია თავდასხმა, რომელსაც დონალდ ტრამპი დაამტკიცებს. პირდაპირ დაარტყან იმ ადამიანებს, ვინც ხელმძღვანელობს რევოლუციურ გვარდიას, ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელებს და ოპერატორებს, რომლებიც რეჟიმს აცოცხლებენ. შიგნით დაძაბულობა გაიზარდა, რადგან ირანი მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების თვითმფრინავებს, გემებსა და რაკეტებს არ ებრძვის. ის ებრძვის შეღწევას, მოღალატეების ეჭვს, ამერიკულ და ისრაელის დაზვერვას და შიდა კოლაფს, რაც რეჟიმს აიძულებს დააპატიმროს, სიკვდილით დასაჯოს და აკონტროლოს საკუთარი მოკავშირეები. ირანის პროპაგანდა ცდილობს გარეთ ძალა აჩვენოს, მაგრამ დახურულ ოთახებში სულ სხვა განწყობაა. არავინ იცის, ვინ აჟონუებს ინფორმაციას, ვინ გადასცემს მდებარეობას, ვინ ამხელს კონტაქტის რუტინას. და ვინ შეიძლება იყოს შემდეგი სამიზნე, თუ დონალდ ტრამპი გადაწყვეტს ზეწოლა ქვეყნის მმართველი ელიტის წინააღმდეგ დეკაპიტაციის დარტყმად გადააქციოს. ახლავე ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ეხლა გინდა რომ არხზე გამოიწერო, რომ კარგად ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, სანდოობის სტანდარტით, მილსონ ალვესი. ზეწოლა გაიზარდა, რადგან ტრამპმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება კვლავ დაარტყას ირანს, თუ თეირანი შეთანხმებას არ მიიღებს. როიტერსმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა თქვა, ახალი სამხედრო მოქმედების ავტორიზაციამდე 1 საათი აშორებდა და რომ შეტევა შეიძლება განხორციელდეს. ზეწოლა გაიზარდა, დაბრუნდა შტატებში. ზეწოლა გაიზარდა, დაბრუნდა. აშშ-ს მიერ ირანზე თავდასხმის მუქარა პირდაპირ ირანის ხელმძღვანელობას ეხება, რადგან ეს მუქარა მთლიან და ხელუხლებელ რეჟიმს არ ეცემა. ინფორმაცია ის მოდის თვეების განმავლობაში განხორციელებული თავდასხმების, შიდა დანაკარგებისა და მზარდი შიშის შემდეგ, რომ კამპანია მიზნად ისახავს სარდლობის თავმოკვეთას. ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე მხოლოდ თავდასხმის მუქარა კი არ არის, არამედ პარანოია თავად ირანში. როიტერსმა 13 მაისს დააფიქსირა, რომ რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა კაცი, რომელიც ისრაელისთვის ჯაშუშობაში იყო ბრალდებული. საქმე თავად ირანის სასამართლო სააგენტომ გაავრცელა. მაშინ როცა ადამიანის უფლებათა ჯგუფებმა პროცესის ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. თეირანისთვის ეს სიკვდილით დასჯა შიდა გზავნილია, მსოფლიოსთვის კი ის სხვა რამეს აჩვენებს. რეჟიმს სჯერა, რომ მასში შეღწეული არიან, სჯერა, რომ ისრაელს ყავს ინფორმატორები და სჯერა, რომ მისი მნიშვნელოვანი ფიგურები და შეიძლება შიგნიდან გაჟონილი ინფორმაციის გამო დაეცნენ. ეს შიში ახლა არ დაბადებულა. ალ-ჯაზირა მარტში გამოაქვეყნა, რომ დეკაპიტაციის დარტყმებმა რევოლუციური გვარდიის ხვარდანდიობ ხელმძღვანელობას დაარტყა და ფეთქებადი კომბინაცია გამოავლინა. თეირანისთვის ეს ნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების ტექნოლოგიურ დაფარვას, ისრაელის მოქმედებას და ირანის უსაფრთხოების შიგნიდან ლპობას. ეს არის ის საკითხი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება რეჟიმის ლიდერების პანიკას. არაფერს ნიშნავს აგრესიული განცხადებები სახელმწიფო ტელევიზიაში, თუ მოწინააღმდეგის დაზვერვა ახერხებს სისტემაში შეღწევას, სამიზნეების იდენტიფიცირებას და იმ დაცვის გარღვევას, რომელიც თავად სისტემის ხელმძღვანელებმა ააგეს. დონალდ ტრამპი ხვდება, რომ ირანის ხელმძღვანელობა უფრო მეტად ზუსტი დარტყმის ეშინია, ვიდრე გრძელვადიანი ომის, რომელსაც იდეოლოგიური რიტორიკა ახლავს. გრძელვადიანი ომი საშუალებას აძლევს პროპაგანდას, დროშას, დაკრძალვას და წინააღმდეგობის ნარატივს. დეკაპიტაციის დარტყმა რეჟიმს სწორედ იმას ართმევს, რასაც ის ცდილობს დაიცვას: ხელმძღვანელობას, გადაწყვეტილების მიღების ჯაჭვს, სამხედრო მეთაურებს, ადამიანებს, რომლებიც იციან სად არის არსენალები, მეცნიერებს, რომლებიც ბირთვულ პროგრამას ამაგრებებენ და ოპერატორებს, რომლებიც ირანის გარეთ მილიციებს აკონტროლებენ. როცა ეს სახელები იმალებიან, ისლამური რესპუბლიკა აღარ გავს თავდაჯერებულ რეჟიმს და იწყებს იმის მსგავსებას, თითქოს მანქანაა, რომელიც მოღალატეებს საკუთარ ოთახში ეძებს. გაზეთმა Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა თეირანს დიდი დარტყმით დაემუქრა, თუ ირანი მალე არ დათანხმდება შეთანხმებას, მაშინ როცა ირანი ცდილობს უპასუხოს ახალი მოთხოვნებით, მათ შორის სანქციების შემსუბუქებით, ყველა ამერიკული ჯარის გაყვანით და კომპენსაციებით. ეს სია აჩვენებს, რომ რეჟიმი მოლაპარაკებებს მშვიდი პოზიციიდან არ აწარმოებს. ის ცდილობს მიიღოს გარანტიები გადარჩენისთვის, მოიპოვოს დრო და მოიშოროს სამხედრო ზეწოლა. დონალდ ტრამპმა ეს წინადადება არასაკმარისად მიიჩნია და მუქარა ძალაში დატოვა. ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი-დი ვანსმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მზად არის სამხედრო კამპანიის განახლებისთვის, თუ ბირთვული მოლაპარაკებები ჩავარდება. Guardian-ის ცნობით ვანსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დიპლომატიას ამჯობინებს, თუმცა მზად არის მოქმედებისთვის. ეს განცხადება ზრდის ზეწოლას თეირანზე, რადგან აჩვენებს, რომ ეს არ არის ტრამპის სპონტანური რეაქცია კამერების წინ.
თეთრი სახლი სამხედრო მუქარას ოფიციალური სტრატეგიის ნაწილად აქცევს. ირანის ხელმძღვანელობაც გრძნობს შიდა კოლაფსის სიმძიმეს. რეჟიმი აწვდება მზარდ რეპრესიებს, მასობრივ დაპატიმრებებს, დიდ დაპატიმრებებს და აჯანყების შიშს, მაშინ როცა ცდილობს ძალის იმიჯის შენარჩუნებას. გაზეთი გარდიანი იუწყება, რომ ომის დაწყებიდან ადამიანის უფლებათა ჯგუფები ასახელებენ ათასობით დაპატიმრებას და პოლიტპატიმრებისრების სიკვდილით დასჯის ზრდას. ეს აჩვენებს, რომ თეირანი ერთდროულად ორ ფრონტზე იბრძვის. გარეთ ტრამპის, ისრაელისა და რეგიონული მოკავშირეების წინააღმდეგ, შიგნით კი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ და ნებისმიერი დაუმორჩილებლობის ნიშნების წინააღმდეგ. ტრამპის სტრატეგია სწორედ იმიტომ ძლიერდება, რომ რეჟიმს ამ სუსტ წერტილში არ თხამს. ირანი ჯერ კიდევ შეუძლია დაემუქროს ყურეს, ჯერ კიდევ შეუძლია ისაუბროს ახალ ფრონტებზე, ჯერ კიდევ შეუძლია მოკავშირე ჯგუფების გააქტიურება. მაგრამ მისმა ლიდერებმა იციან, რომ ამერიკულმა და ისრაელის დაზვერვამ უკვე აჩვენა მნიშვნელოვანი ფიგურების მიზანში ამოღების უნარი. ABC News-მა აპრილში გამოაქვეყნა, რომ ანალიტიკოსები ირანის რეჟიმს უფრო სუსტად და უფრო რადიკალურად მიიჩნევდნენ მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ისრაელის მკვლელობების კამპანია დაიწყო. ეს კომბინაცია თეირანისთვის სახიფათოა, რადგან უფრო სუსტ რეჟიმს უფრო ხმამაღლა კვირილი სჭირდება, მაგრამ რაც უფრო ხმამაღლა კვირის, მით უფრო აჩვენებს, რომ კუთხეშია მიმწყდეული. ირანის ლიდერების შიში თეატრალური არ არის, ეს პრაქტიკულია. მათ უწევთ რუტინის შეცვლა, უსაფრთხოების გაძლიერება, რჩევლების მიმართ უნდობლობა. კომუნიკაციების გადახედვა, მეცნიერების დამალვა, მეთაურების დაცვა და შიდა დაჯგუფებების კონტროლი, რომლების დანაკარგების შემდეგ გავლენისთვის იბრძვიან. ყოველი ახალი დაპატიმრება ჯაშუშობის ბრალდებით ირანში გაფრთხილებად იქცევა. თუ ისრაელი და შეერთებული შტატები ადრე უკვე ახლოს მივიდნენ, ისევ შეძლებენ ამის გაკეთებას. და თუ ტრამპი ახალ თავდასხმას დაუშვებს, სამიზნე შეიძლება მხოლოდ ასაფრენი ზოლი, რადარი ან საწყობი არ იყოს. შეიძლება ეს იყოს ადამიანური სტრუქტურა, რომელიც რეჟიმს ამაგრებს. თეირანი ცდილობს უპასუხოს გარე მუქარით, რადგან ვერ აღიარებს შიდა სისუსტეს. რეჟიმი საუბრობს საპასუხო ქმედებებზე, ახალ ფრონტებზე, ზეწოლაზე სპარსეთის ყურეში და თავდასხმებზე ამერიკის ინტერესებზე. მაგრამ ყველაზე გამამჟღავნებელი რეაქცია ხდება ირანში, სადაც მიმდინარეობს დაპატიმრებების სიკვდილით დასჯები და ეჭვმიტანილი შემოპარული პირების დევნა. ჰოუელ ნაბიჯზე ეძებს მოღალატეს, ადანაშაულებს ჯაშუშობაში, ამკაცრებს რეპრესიებს და ცდილობს, რომ შემდეგი ინფორმაცია არ გაჟონოს მანამდე, სანამ antes do próximo ataque. ტრამპი ამ შიშს მოლაპარაკების იარაღად იყენებს. მას არ სჭირდება ირანის ოკუპაცია, რომ რეჟიმის ლიდერები უძილოდ დატოვოს. საკმარისია სამხედრო ოპცია ღიად დატოვოს, აჩვენოს, რომ ვადა მოკლეა და დაანახოს, რომ ამერიკის დაზვერვა ბრმა არ არის. ირანის რეჟიმი ყოველთვის ცდილობდა გაეყიდა იდეა, რომ ვაშინგტონს ბოლომდე მისვლის გამბედაობა არ ექნებოდა. ეხლა ხელმძღვანელობა უყურებს საკუთარ დაღუპულებს, გამოვლენილ ინფილტრანტებს, შიდა დაპატიმრებებს და ტრამპის მუქარებს და აცნობიერებს, რომ გათუა შეიცვალა. რევოლუციური გვარდიის თითოეული მეთაური იცის, რომ ტრამპის მუქარა მხოლოდ ბირთვულ პროგრამას არ ეხება. ის ემუქრება იმ ადამიანების პირად უსაფრთხოებას, რომლებმაც ტერორი, რეგიონული შანტაჟი და შიდა რეპრესიები რეჟიმის ფარად აქციეს. ეს ფარი უკვე ერთხელ გარღვეულია და ეხლა როცა ტრამპი ისევ ახორციელებს ზეწოლას, თეირანი იცის, რომ ის შეიძლება კიდევ ერთხელ გარღვეულ იქნას. მე ვარ მილსონ ალვესი, ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სიმართლე და შეგინარჩუნო ინფორმირებულობა. სიახლეების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი. და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.